ერთი შეხედვით ამოცანა გადაუწყვეტლად ჩანს ერთსა და იმავე დროს, ფოლადის ღერო უნდა გავაცხელოთ 600 გრადუსამდე და ამავდროულად არ უნდა გავაცხელოთ 600 გრადუსამდე. გადაწყვეტის მსვლელობა. ანალიზური სტადია. პირველი ნაბიჯი. დავსვათ ამოცანა ზოგადი სახით. შეიქმნას მაღალმტკიცე ფოლადის მავთულის ელექტროთერმული გაჭიმვის მეთოდი. მეორე ნაბიჯი. წარმოიდგინეთ იდეალური საბოლოო შედეგი. მიიღება გაჭიმვის საჭირო დონე და ამასთან მავთული ინარჩუნებს მექანიკურ თვისებებს. მესამე ნაბიჯი. რა უშლის ამის, ანუ იდეალური საბოლოო შედეგის მიღწევას ხელს. მავთულის გაცხელება არ შეიძლება 300 გრადუსზე მეტად, მაგრამ საჭიროა გავაცხელოთ 600 გრადუსზე. მეოთხე ნაბიჯი. რატომ უშლის? მაღალმტკიცე ფოლადის მავთული იცვლის სტრუქტურას მაღალ ტემპერატურაზე. მეხუთე ნაბიჯი. რა პირობებში აღარ ხდება ეს? თუ მავთულს აღარ გავაცხელებთ მაღალ ტემპერატურამდე, ან და თუ ფოლადი ისწავლის მაღალი ტემპერატურის გაძლებას. ოპერაციული სტადია. პირველი ნაბიჯი. ცვლილებები თავად ობიექტში. ცვლილებები მავთულში თეორიულად შეიძლება გამოვიყენოთ თერმომდგრადი ფოლადი, მაგრამ პრაქტიკულად ეს გამორიცხულია, ძალიან გაძვირდება რკინაბეტონის ნამზადი. მეორე ნაბიჯი. ობიექტის გაყოფა. გაყოფა ეს ხომ ტიპიური მეთოდია ასეთი ამოცანების გადასაწყვეტად. დაუშვათ ჩვენთვის საჭირო მავთული დარჩეს ცივი, ხოლო მეორე სხვა თერმომედეგი მეტალისაგან დამზადებული მავთული გამოვიყენოთ გასაჭიმად. ეს გამწევი მავთული არ დაიხარჯება, მრავალჯერადი იქნება და არაა პრობლემა თუ ის ძვირი მეტალისაგან დამზადდება. ამგვარად, იდეა ნაპოვნია. გამჭიმი მავთული ცხელდება, გრძელდება და უმაგრდება არმატურის მავთულს, შემდეგ ცივდება, მოკლდება და გაჭიმავს არმატურის მავთულს. მიიღება თავისებური ელექტროთერმული დომკრატი. სინთეზური სტადია. პირველი ნაბიჯი. ახალი ფორმის მიცემა ობიექტისთვის. ყოველი არმატურის გასაჭიმად განკუთვნილი გამწევი მავთულები შეიძლება შევცვალოთ ერთი მთლიანი ღეროთი, რომელიც შეძლებს არმატურის ყველა მავთულის ერთდროულ დაჭიმვას და შესაბამისად იაფიც იქნება. მეორე ნაბიჯი. ცვლილებები სხვა ნაწილებში. სხვა ნაწილი გასაჭიმი არმატურისათვის ახლა უკვე არის გამჭიმი ღერო, რომელიც შეგვიძლია მოვათავსოთ გარსაცმში, ამით თავიდან ავიცილებ ცითფურ დანაკარგებს გაცხელების დროს. ამის გარდა შეგვიძლია შებერვითი ვენტილაციის ორგანიზება მისი გაცივების დასაჩქარებლად. მესამე ნაბიჯი. ცვლილებები გამოყენების მეთოდებში. ადრე ხდებოდა გაცხელებული არმატურის გადაადგილება მაგიდიდან, რომელზეც აცხელებდნენ არმატურას, ფორმაში გადაჰქონდათ, რომელშიც მიეწოდებოდა ბეტონი. ახლა გამჭიმი ღერო მუდმივად იქნება განლაგებული ერთ ადგილას, ფორმაში. შესაბამისად, პროცესის სივრცეში შეიკუმშება და ადვილი გახდება მთლიანი ტექნოლოგიური პროცესის ავტომატიზაცია. მეოთხე ნაბიჯი. ნაპოვნი პრინციპის გამოყენება სხვა ამოცანების გადასაწყვეტად. თავად სისტემის გაყოფის, დანაწილების პრინციპი ფართოდ გამოიყენება. საინტერესო სხვა რამეა. შეიძლება თუ არა გაჭიმვა უშუალოდ ელექტრული დენით, გაცხელებით გარეშე. მაშინ რატომ არ შევამოწმეთ სხვა შესაძლებლობებიც, მაგალითად, არმატურის ელექტრომაგნიტური გაჭიმვა? ელექტროთერმული დომკრატის გადამწყვეტი ღირსება მისი სიმარტივეა. გადახურვის პანელების არმატურის გასაჭიმი მთელი მოწყობილობა შედგება 2 5-მეტრიანი ღეროსა და 2 შედუღების ტრანსფორმატორისაგან. როდესაც გამოგონება გაკეთებულია, რჩება ერთი შეხედვით არც თუ ისე ბევრი, მისი განხორციელების შესაძლებლობის საკითხის გადაწყვეტა. ახალი გამოგონების პირველი ექსპერტი და შემფასებელი ჩვეულებრივ თავად მისი გამომგონებელი ხდება ხოლმე. რატომღაც ფიქრობენ, რომ ყველა გამომგონებელი მიდრეკილია მაღალი, მიკერძოებული შეფასება მისცეს საკუთარ შემოქმედებას, თუმცა ეს სულაც არ არის ასე. გამომგონებლები უფრო ხშირად იქცევიან ხოლმე პირიქით. მეცნიერებისა და ტექნიკის ისტორია ამის ბევრ მტკიცებულებას იძლევა. მაგალითად, ნიუტონი, მეცნიერული ოპტიკის ფუძემდებელი, ამტკიცებდა, რომ ქრომატული აბერაციის აღმოფხვრა ვერასოდეს ვერ მოხერხდებოდა. დღეს ყველაზე უფრო იაფ ფოტოაპარატების ობიექტივებსაც კი უკვე აღარ ახასიათებთ ქრომატული აბერაციები. ჰენრიხ ჰერცი, ელექტრომაგნიტური ტალღების მიღებისა და რეგისტრაციის პირველი მოწყობილების შემქმნელი, კატეგორიულად უარყოფდა უმავთულო კავშირის განხორციელების შესაძლებლობას, თუმცა რამდენიმე წლის შემდეგ პოპოვმა გამოიგონა რადიო. ედისონი ამტკიცებდა, რომ მის მიერ გაუმჯობესებული ტელეფონის გამოყენებით ვერასოდეს ვერ დამყარდებოდა კავშირი ატლანტიკის ოკეანის გავლით.
ძალიან მალე კი პირადად შეძლო დარწმუნებულიყო თავისი პროგნოზის მცდარობაში. ბევრმა დიდმა გამოგონებამ და აღმოჩენამ იწვნია თავის დროზე მკაცრი კრიტიკა და უარყოფა. 1934 წელს ინგლისის მთავრობამ გაუგზავნა წერილი ინგლისის პლანეტათა შორისი საზოგადოების დამაარსებლებს. რეაქტიული ძრავების მეცნიერული გამოკვლევები არ იძლევიან იმის მითითებებს, რომ ისინი შესძლებენ სერიოზული კონკურენცია გაუწიონ ხრახნ მოტორიან ძალურ დანადგარებს. გამოგონება უპირველეს ყოვლისა ახალი ტექნიკური იდეაა. ყველა ახალი იდეა კი იმის გამო, რომ ის ახალია, უარყოფს რომელიმე ძველ იდეას. გამოგონებაში გაცხადებული ტექნიკური იდეა უნდა იყოს პროგრესული და ეფექტური, უკვე ცნობილ ტექნიკურ იდეასთან ან იდეებთან შედარებით. პრაქტიკაში გამომგონებელს და ექსპერტსაც ხშირად ავიწყდებათ ხოლმე, რომ საჭიროა იდეების, პრინციპების შეპირისპირება და ადარებენ ხოლმე ერთმანეთს ახალ და ძველ მანქანებს. ხანგრძლივი განვითარების მანძილზე ამ ძველმა მანქანებმა მიაღწიეს მაღალ კონსტრუქციულ სრულყოფილებას. ახალი მანქანის პირველი წარმომადგენელი კი ჯერ კიდევ ხისტია, დასახვეწია. ამბობენ, რომ პირველი ორთქლის მანქანა, რომელიც გამოგონებული იქნა, ისეთი ცუდი იყო, რომ უცნობია საერთოდ მუშაობდა თუ არა, მაგრამ საქმე ამაში არ არის. საქმე იმაშია, რომ გაკეთებული იქნა შესანიშნავი გამოგონება. მართალია პირველი ორთქლის მანქანა თავისი ფორმებით მოუხერხებელი იყო, მაგრამ სამაგიეროდ ახლა ჩვენ გვაქვს ორთქლმავალი. თუ წარმოდგენილი იქნებიან მანქანები და არა პრინციპები, მაშინ საბოლოო გადაწყვეტილება იშვიათად იქნება ახალი გამოგონების მხარეს. ასეთი შედარება არამართლზომიერია, არასამართლიანია. ეს იგივეა, რომ რინგზე შეახვედრო ბავშვი და ზრდასრული გამოცდილი სპორტსმენი ერთმანეთს. რაც არ უნდა ახალი და სასარგებლო პრინციპებითა და იდეებით იბრძოდეს ბავშვი, უპირატესობა ხომ მაინც დიდი ალბათობით ზრდასრულს დარჩება. გამოგონების შეფასებისას დროზე გათვლის გაგება არ ნიშნავს, რომ ახალ გამოგონებას რამენაირად ფორა უნდა მივცეთ, ქულები მოუმატოთ. გაგებაში დროზე გათვლა ან დროში გათვლა გამოგონებელმა თავისი გამოგონება უნდა წარმოიდგინოს 2, 3, 5 წლის შემდეგ, როდესაც მისი კონსტრუქცია მიაღწევს მეტნაკლებ სრულყოფას და ასეთი სახით შეადაროს ის არსებულ, ძველ, კონსტრუქციულად დახვეწილ მეთოდსა თუ მანქანას. თუმცა ერთდროულად იცვლება და ვითარდება მთელი დარჩენილი ტექნიკაც და ამ დროის შემდეგ ახალი გამოგონება შეიძლება ნაკლებ ეფექტური გახდეს, ან სრულიად მოიხსნას მისი საჭიროება. გამომგონებელი, რომელმაც იპოვა ამოცანის გადაწყვეტა, მის დაუნებურად თავის გამოგონებას განხორციელებულს ხედავს, სწორედ მოცემულ მომენტში. ფაქტიურად კი გამოგონების რეალიზაციისათვის საჭიროა დეტალურად დამუშავდეს პროექტი, აიგოს და გამოიცადოს მოდელები, დაყვანილი იქნას პროექტის სერიული წარმოების დონემდე და დაიწყოს სერიული წარმოება. ყველაფერ ამას კი საკმაოდ დიდი დრო მიაქვს და საჭიროა დროის სამშუალედის გათვლა. იმისათვის, რომ დროზე გათვლა სწრაფად და სწორად განვახორციელოთ, აუცილებელია გავითვალისწინოთ ტექნიკის შესაბამის სფეროს განვითარების ტენდენციები. თუ ტექნიკა ისე ვითარდება, ტემპები და მიმართულება, რომ რამდენიმე წელში შესაძლებელია ჩვენი გამოგონების საჭიროება მკვეთრად შემცირდეს ან საერთოდ მოიხსნას, მაშინ საჭიროა პროექტის უარყოფა, ან მისი გადაკეთება ტექნიკის განვითარების ტენდენციების შესაბამისად. გამოგონებლობის მეთოდიკას მივყავართ საგამოგონებლო ამოცანათა გადაწყვეტის რაციონალური სისტემისკენ. მთავარი მეთოდიკაში არის ის, რომ ასწავლოს გამოგონებლებს ტექნიკური ობიექტის დანახვა მის განვითარებაში და მიახვედროს ამ განვითარების დიალექტიკას. რაციონალური სისტემა მისი სტადიებითა და ეტაპებით იძლევა შემოქმედებითი პროცესის მხოლოდ ზოგად სქემას. ამ სისტემის გამოყენების დროს მხედველობაში უნდა ვიქონიოთ დამატებითი წესები. პირველი წესი: ძნელია წამიერი ფოტოსურათის მიხედვით ვიმსჯელოთ რომელიმე პროცესზე, მაგალითად ნახტომზე. სხვა საქმეა თუ ასეთი სურათები რამდენიმეა და ისინი შეადგენენ თანმიმდევრულ სერიას. ასეა გამომგონებლობაშიც. ჩვეულებრივი ტექნიკური ამოცანის პირობები შეიცავენ სწორედ წამიერ სურათს და არაფერს ამობენ მოცემული ობიექტის ტექნიკური განვითარების შესახებ. გამოცდილი გამომგონებელი არასოდეს არ დაიწყებს ამოცანის გადაწყვეტას მანამ, სანამ თავისთვის კარგად არ წარმოიდგენს, თუ რომელი მიმართულებით მინდის ტექნიკური ობიექტის ან მისი შესაბამისი დარგის განვითარება. ამა თუ იმ ტექნიკური ობიექტის განვითარების ტენდენციების შესწავლისას უნდა გვახსოვდეს, რომ ტექნიკის ისტორია იძლევა ძველი პრინციპების, ახალი ტექნიკური ბაზის საფუძველზე განმეორების ნათელმაგალითებსაც. ტექნიკის განვითარება ისე მიდის, რომ გამომგონებლებს ხშირად უხდებათ დაბრუნება ძველ ტექნიკურ იდეებთან,
რომლებიც შეიძლება თავის დროზე განუხორციელებლებიც იყვნენ და მათი გამოყენება უკვე ახალ ტექნიკურ დონეზე. ყოველ სერიოზულ ამოცანაზე ერთდროულად ფიქრობს ბევრი გამომგონებელი სხვადასხვა ქვეყნიდან. ამიტომაც გადაწყვეტილებამდე მისვლის შემდეგ უნდა დავუსვათ ჩვენ თავს კითხვა: რატომ არავინ გადაწყვიტა ეს ამოცანა ჩემამდე, ან იქნებ გადაწყვიტა? მანქანების განვითარების ლოგიკის გაგებით ვაკეთებთ პირველ ნაბიჯს გამოგონებებისაკენ მიმავალ გზაზე. მეორე წესი. ეს წესი შეიძლება ჩამოვაყალიბოთ ასე: დავუშვათ მოხდეს ან დაემოხდეს ადრეულად, წინასწარ. ამ მარტივ წესს შეუძლია დაგვეხმაროს ბევრი ამოცანის გადაწყვეტაში. გაიხსენეთ ამოცანა ფოლადის სქელი ფურცლების ტრანსპორტირების შესახებ. სირთულე იმაში მდგომარეობდა, რომ საკმარისად მარტივი მეთოდებით თავიდან უნდა აგვეცილებინა ტრანსპორტირებადი ფურცლების ჩამოვარდნა. გამოვიყენოთ პრინციპი დაემოხდეს, დავუშვათ, რომ ფურცელი უკვე ჩამოვარდა და რა, თუ არ შეიძლება მისი ტრანსპორტირება სწორედ ასეთ მდგომარეობაში. როდესაც ფურცლები პატარები და მსუბუქები იყვნენ, მათ ტრანსპორტირებას ახდენდნენ მიწის ზემოთ აწეულ მდგომარეობაში. ახლა ფურცლებმა მიაღწიეს 30 ტონას და უნდა შეიქმნას სატაცი ამოცანის პირობების მიხედვით. ამ ფურცლების კვლავ მიწის ზემოთ აწეულ მდგომარეობაში ტრანსპორტირებისათვის განვითარების ტენდენცია კი აქ აშკარაა. მომავალში ფურცლები გახდებიან 50 ტონა, შემდეგ შეიძლება 70 ტონა და რა, ეს ფურცლებიც მიწის ზემოთ აწეული უნდა გადავიტანოთ? საკმარისია კითხვა ასე დაისვას, რომ მაშინვე გამოჩნდება დაემოხდეს პრინციპის გამოყენების საჭიროება. მძიმე ფოლადის ნაკეთობათა ტრანსპორტირება მიწაზე გაცილებით უფრო ადვილია, ვიდრე მაღლა აწეული ტრანსპორტირება. დაეტვირთვა მთელი დროის განმავლობაში მოძრაობს მიწაზე და მაშინ არსადაც აღარ ჩამოვარდება ის. მესამე წესი. ერთი შეხედვით ეს წესი პარადოქსულია. ჩამოვაყალიბოთ ის ასე, რაც უფრო მეტად გაიზრდებიან სირთულეები ამოცანის ამოხსნის მცდელობისას, მით უფრო ახლოსაა სწორი გადაწყვეტა. ან მოკლედ, ნაკლოვანებები პოტენციური ღირსებებია. არსებითად აქ პარადოქსული არაფერი არ არის. ამოცანის გადაწყვეტისას სირთულეები დამოკიდებულია იმაზე, რომ გამომგონებელმა არ იცის სწორი მიმართულება და აზრობრივად დაეხეტება აქეთ-იქით. ასეთ სიტუაციაში ძალიან მნიშვნელოვანია იმის მიხვედრა, რომ არასწორი მიმართულებით მივდივართ. წარმოვიდგინოთ, ადამიანი ახვეული თვალებით მინდის გრძელ დერეფანში. დაეჯახება თუ არა კედელს, მიხვდება მიმართულების მცდარობას და შეცვლის მიმართულებას. მოპირდაპირე კედელთან შეჯახებისასაც შემოbrunდება და უკვე დიდი შანსია, რომ იპოვოს სწორი მიმართულება. იმის ცოდნა თუ საით არ ღირს, არ შეიძლება წასვლა, ბევრად ამარტივებს იმის მიხვედრას, თუ საით შეიძლება წასვლა. ისეც ხდება ხოლმე, რომ ამოცანა მეცნიერებისა და ტექნიკის განვითარების მოცემულ ეტაპზე არ იხსნება არც ერთი შესაძლო მეთოდით. თუ ამოცანა არ ნებდება, საჭიროა დავსვათ კითხვა: ხომ არ შეიძლება სხვა ამოცანების ამოხსნისას გამოვიყენოთ ის ეფექტი, რომელიც მოცემული ამოცანის შემთხვევაში უარყოფით დამაბრკოლებელ როლს ასრულებს? მეოთხე წესი. ხანდახან ძალიან ძნელად, ან თითქმის ვერ ხერხდება უარყოფითი ეფექტის აღმოფხვრა. ასეთ შემთხვევებში სასარგებლოა მუშაობა პრინციპით: მინუსი და მინუსი იძლევიან პლუსს. კი არ ვეცადოთ უარყოფითი ეფექტის აღმოფხვრას, არამედ უბრალოდ დავაკომპენსიროთ, დავაბალანსოთ იგი სხვა ეფექტით, აგრეთვე უარყოფითი, მაგრამ პირველი საპირისპირო მოქმედების მქონე ეფექტით. მოვიყვანოთ ასეთი მაგალითი: ფოტოაპარატში დიაფრაგმებს აყენებდნენ ან ობიექტივის წინ, ან მის შემდეგ. პირველ შემთხვევაში გამოსახულება ფართოვდებოდა, იბერებოდა, ხოლო მეორე შემთხვევაში კი პირიქით ვიწროვდებოდა და იკუმშებოდა. აღნიშნულ მოვლენას ეწოდა დისტორსია. ამ უარყოფითი ეფექტების აღმოფხვრა კარგ ახანს ვერ შეძლეს. გამოსავალი კი აღმოჩნდა მარტივი. ფოტოაპარატზე ერთდროულად დააყენეს ორივე დიაფრაგმა, ობიექტივის წინაც და მის უკანაც. მათმა წარმოქმნილმა ეფექტებმა კი ერთმანეთის სრულად დააკომპენსირეს და შესაბამისად პრობლემაც მოიხსნა. იმ ფაქტში დარწმუნების შემდეგ, რომ მიუხედავად ყოველგვარი მეთოდებისა და მცდელობისა, ამოცანის ამოხსნა შეუძლებელია, გამომგონებელი სამართლიანად აღნიშნავს ხოლმე: თანამედროვე ტექნიკის არსენალი ჯერ კიდევ არაა საკმარისი ასეთი გამოგონების გასაკეთებლადო. ეს ნიშნავს, რომ ამოცანის გადასაწყვეტად უნდა ავიღოთ უკვე არა ტექნიკა, არამედ მეცნიერება და მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც მეცნიერები აღმოაჩენენ ახალ ფიზიკურ მოვლენას, ახალ ფიზიკურ ეფექტს და მატერიის ახალ თვისებებს, შეიძლება გაკეთებული იქნეს მოცემული გამოგონება. გამოგონებებს საფუძვლად ყოველთვის უდევთ აღმოჩენები მატერიის თვისებებისა და მისი განვითარების ობიექტური კანონზომიერებების შესახებ.
ზოგჯერ აღმოჩენებსა და გამოგონებებს ერთმანეთსგან დროის დიდი პერიოდი აშორებთ. მაგალითად, ორთქლის დრეკადი თვისება ცნობილი იყო ძველთაგანვე, მაგრამ ორთქლის მანქანის შექმნა მხოლოდ მე-18 საუკუნეში მოხერხდა. მაგრამ ისეც ხდება, რომ გამოგონებები წინ უსწრებენ აღმოჩენებს. მაგალითად, ხახუნი აღმოჩენილი იქნა წყლის წისკვილისა და მისი გადაცემის მექანიზმის მუშაობაზე დაკვირვების შედეგად. ზოგიერთების აზრით, გამომგონებელმა უნდა შეისწავლოს ყველაფერი, რისი შეცვლა, გადაკეთება და გაუმჯობესება შეიძლება და უნდა შეეცადოს მათ გაუმჯობესებას. ეს საკმარისად მცდარი აზრია. ყველაფრის შეცვლა და გაუმჯობესება შეიძლება გამონაკლისების გარეშე. უცვლელი არაფერი არ არის. გამომგონებლის ამოცანა თემების მექანიკურ არჩევაში კი არ მდგომარეობს, არამედ განსაზღვრული ობიექტის განვითარების დინამიკის შემოქმედებით შესწავლაში და ამ კონკრეტულ ეტაპზე გადასაწყვეტი პრობლემის განსაზღვრაში, რომელიც ითვლება ობიექტის ზოგადი განვითარების დამამუხრუჭებლად. გამომგონებლის ოსტატობა იწყება ამოცანის სწორად არჩევის ათვისებიდან. ამისათვის კი საჭიროა სამრეწველო გამოცდილება და ფართოდ განვითარებული ტექნიკური ხედვა. ტექნიკის ყველა დარგის და არა მხოლოდ კარგი ცოდნა. ტექნიკის განვითარების კანონზომიერებებისა და ისტორიის ცოდნა. მოსაზრებები გამომგონებლობის შესახებ. როდესაც მე მინდოდა რაიმე გამომეგონებინა, ვიწყებდი იმ ყველაფრის შესწავლით, რაც უკვე იყო გაკეთებული მოცემულ საკითხთან დაკავშირებით ჩემამდე, ანუ წარსულში. თომას ალვა ედისონი. ყველაზე უფრო ნაყოფიერი არჩეული კომბინაციებიდან არის ის, რომელიც შედგენილია ერთმანეთისგან ძალიან დაშორებული სფეროებიდან აღებული ელემენტებისგან. ანრი პუანკარე. შემოქმედების სწავლა ისევია შესაძლებელი და არაფრით უფრო ცუდად, როგორც სხვა ყველაფრისა. ჯი ბერნალი. მრავალწლიანი საგამომგონებლო პრაქტიკამ დამარწმუნა, რომ ნებისმიერი ტექნიკური ამოცანის, დიდი იქნება ეს თუ პატარა, ამოხსნა მოითხოვს საკითხის ისტორიის შესწავლიდან დაწყებას. ტექნიკის იმ სფეროს სრულყოფილი შესწავლიდან დაწყებას, რომელშიც მოღვაწეობს გამომგონებელი. ასეთი წინასწარი მოსამზადებელი სამუშაო აფართოებს თვალსაჩინოს და ხელს უწყობს ახალი, ორიგინალური იდეების დაბადებას. თავარი კი ისაა, რომ გამორიცხავს იმ გზით წასვლის შესაძლებლობას, რომელიც უკვე მრავალ გზის გატკეპნილია. გამომგონებელი მატროსოვი. დასასრული